ბატონი გოჩა კაკოიშვილი გვყავს ხაზზე. ბატონო გოჩა, მოგესალმებით, გესმით ალბათ ხმა. ხომ არ არის რაიმე ტექნიკური ხარვეზი, ძალიან კარგი. ბატონო გოჩა, თქვენ სად იმყოფებით ამჟამად? მე ვიმყოფები ქაბატონია ირლანდიაში. ირლანდიაში, რომელი წლიდან? 2018 წლიდან. 18 წლიდან. გასაგებია, მანდ ბრძანდებით და მით უფრო მადლობა, რომ დილა ადრიან ჩაგვერთეთ სხდომაზე. ბატონო გოჩა, თქვენ ხელი უნდა მოაწეროთ დოკუმენტს, რომელსაც ქვია გაფრთხილება. გაფრთხილება გულისხმობს იმას, რომ ჩვენი კომისიის წინაშე თუ კი განზრახს რო ახსნა განმარტებას მოგცემთ, განზრახ არასწორ ფაქტებს ან ინფორმაციას წარმოადგენთ, ან კიდევ კითხვებს არ უპასუხებთ, ან პასუხებს თავს არიდებთ, ამგვარი ქმედება შესაძლოა იწვევდეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ამის დასტურად, რომ მე თქვენ გაგაფრთხილეთ, გთხოვთ ხელი მოაწეროთ იმ დოკუმენტს, რომელიც ელექტრონულად მოგეწოდათ და შემდეგ უკვე დაგვიბრუნოთ ხელმოწერილი უკან, როდესაც ამას შეძლებთ დღის განმავლობაში. ფაქტია, რომ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ ეს გაფრთხილება გავაკეთეთ და თქვენ ეს გაფრთხილება გაქვთ შინაარსი მისი გათვითცნობიერებული. ასეა? დიახ, ქაბატონია. მადლობა. მაშინ აიღეთ რამდენიმე წუთი და თავისუფალი თხრობის რეჟიმში ქრონოლოგიურად გვიამბეთ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს თქვენი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით. როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ იყავით ერთ-ერთი ფიგურანტი იმ გამოგონილი საქმისა, რომელიც საზოგადოებაში ზილების რევოლუციის სახელით არის ცნობილი, მაგრამ ასევე ცნობილია ჩვენთვის, რომ ამ საქმით არ შემოიფარგლა მხოლოდ თქვენი უფლებების შელახვის ფაქტების ფაქტობრივად კასკადი. ამიტომ ქრონოლოგიურად და იმ ფორმით, რა ფორმითაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ, გვიამბეთ ამის შესახებ. ერთადერთი თხოვნა გვექნება, რომ წინა გამომსვლელმა ეს კარგად ვერ შეძლო და თქვენ იქნებ შეძლოთ, რომ იყოს ნათელი გასაგები იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩათვალეთ არაფერი არ იცის, იმიტომ რომ იყო ვთქვათ მცირეწლოვანი მაშინ და შეიძლება დღეს პირველად ესმოდეს საერთოდ იმის შესახებ, რასაც თქვენ მოყვებით. ფაქტები, გვარები, სახელები და რაც შეიძლება მკაფიოდ და ნათლად წარმოიდგინეთ, რომ ესაუბრებით ვთქვათ წარმოსახვითად ადამიანებს, ვინც არ იცის იმ რეჟიმის შესახებ არაფერი და რომ თქვენ რომ მთხრობას დაასრულებთ, ადამიანმა უკვე შეიქმნას წარმოდგენა, რა ტიპის რეჟიმთან ქონდა მას საქმე. გთხოვთ. მოგესალმებით, ქაბატონია. მივესალმები დამცველ საზოგადოებას, კომისიის ყველა წევრს. დიდი მადლობა ჩართვისთვის და მომეცით საშუალება იმისათვის, რომ გამოვთქვა ის ტკივილი და გადმოვცემ საზოგადოებას, რაც ჩემსა და ჩემს ოჯახს თავს დაატყდა. მოგახსენებათ, მე გახლავართ გოჩა კაკოიშვილი, დავიბადე 1972 წლის 7 ნოემბერს ქალაქ ზესტაფონში, დავამთავრე საშუალო სკოლა ზესტაფონში მეოთხე საშუალო სკოლა და იურიდიული უმაღლესი განათლება მივიღე თბილისში. ყავს მეუღლე 3 შვილი და 3 შვილიშვილი. მოგეხსენებათ 2007 წლიდან არ დაწყებულა იმ პროცესების წინააღმდეგ გამოხატულება ჩემი პროტესტისა, რაც მიმდინარეობდა ხელისუფლებაში, ვინაიდან მე გავხდით მაშინ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, ჩემი გამოხატულებისა და ჩემი სიტყვის დაცვისა და ხალხის დაცვისათვის მოხდა ჩემი განთავისუფლება სამსახურიდან, რა თქმა უნდა. შემდეგ ვინაიდან სად მუშაობდით დააზუსტეთ თუ შეიძლება. მე მუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობებზე, რა თქმა უნდა, და ბოლოს მუშაობდი რუსთავში, მუშაობდი აგრეთვე საპატრულო პოლიციაში, მუშაობდი საბჭოთა ასრულებაშიც და შემდეგ წამოსვლისას რამოდენიმე ბიჭიშვილის ყოფილი პოლიციელები მიხეილ დოლიძე და დავით მაზმიშვილი
გავერთიანდით და ჩავედით თბილისში, შევუერთდით მაშინ იყო გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც იბრძოდა სააკაშვილის წინააღმდეგ და ჩვენც ამ ბრძოლაში ჩავერთვით. 2007-მდე. დიახ. ამ დროს ჯერ მუშაობთ თუ უკვე არა, უკვე ჩვენ განთავისუფლებულები ვართ სამსახურიდან არანაირი პოლიციის მუშაობა აღარ გვაქვს. რომელ წელს გაგათავისუფლეს ხომ არ გახსოვთ? 2006-ში. გასაგებია, გააგრძელეთ, მადლობა. 2006-ში. ვინაიდან ჩვენ არ გაგვაჩნდა პოლიტიკური გამოცდილება, ჩამოყალიბდა გაერთიანებულ ოპოზიციაში ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების სამსახური, ვინაიდან ჩვენ ძალოვნები ვიყავით, ვცდილობდით პარტიები, როდესაც გადიოდნენ რაიონებში, ლიდერების უსაფრთხოების დაცვას, ეგრეთ წოდებულად. და ძირითადად მე კოკა გუნცაძესთან ვიყავი. ვერდით, რომ მისი უსაფრთხოებას ვიცავდი და როდესაც 7 ნოემბერი დადგა, პირველი დარბევის პროცესში ვიდეო კადრებში ჩანს კარგად, როდესაც პოლიცია შემოვიდა ჩვენი დარბევის შეტევაზე, წინა ხაზზე ვიდექი და ცდილობდნენ ჩემს დაკავებას და ცემით მივყავდით ავტომანქანისკენ, რასაც ეს ვიდეო კადრებში ნათლად ჩანს. მაგრამ ხალხის და ლიდერების ბრძოლით მოხდა ჩემი გამოხსნა, ვერ დამაკავეს. შემდეგ მოგეხსენებათ აღარ დავწვრილმანდები, რაც მოხდა რიყეზე, შემდეგ სამების ტაძარში და ღამეს, როდესაც ბატონი კოკა გუნცაძეს სახლში მივიყვანეთ, ჩვენ სამივე ერთად დასახელებული მეგობრები წავედით რუსთავში, ვინაიდან მოწესრიგებულიყავით და მეორე დღეს ისევ ჩამოსულიყავით და ჩვენი დაკავება მოხდა არმისული რუსთავში გზაზე. საპატრულო პოლიციამ გადაგვიკეტა მანქანისები, დაგვაკავეს, რა თქმა უნდა, პოლიციელებმა, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა, ცოტა გაოცებულებიც კი დარჩენ, ვინაიდან ჩვენი ყოფილი თანამშრომლები იყვნენ. მიგვიყვანეს საპატრულო პოლიციის განყოფილებაში. ამ დროს უკვე ჩვენ სახლებში შესული იყო პოლიციის დანაყოფები და მიმდინარეობდა ჭხრეკვა სადღაც დაახლოებით იქნებოდა 3-4 საათი ღამის. მე ავტომატის ტყვიები ჩამიდეს, რომელიც სამზარეულოში მაცევის თავზე აღმოაჩინეს შემთხვევით. დოლიძეს და მაზმიშვილს კი ლიმონკები ჩაუწვეს, ეგრეთ წოდებული ასაფეთქებელი ნივთიერებები. მაგრამ იქ, როდესაც გაყოფილებაში მიყვანეს, ძირითადი აქცენტი ჩვენ სამივეს ჰქონდა იმაზე, რომ ვინაიდან მე წინააღმდეგობა გავუწიე რუსთაველიზე პოლიციას, ფიქრობდით, რომ პროთ ჩემ დაკავებას ფიქრობდნენ. და შემიწვეს ისეთი სიტუაცია, რომ მე მოვახერხე იქიდან გაპარვა. და გაპარვა. ბიჭები დააპატიმრეს, სასამართლო ჩატარდა, სხვათა შორის მოსამართლე ჩვენი ძალიან კარგად აცნობი პიროვნება გახდათ, მამუკა ციკლაური, რომელსაც ძარღვიც კი არ შეუტოკავს, ისე მიუსაჯა ბიჭებს პატიმრობა, მე ძებნაზე დამსვეს. და რამოდენიმე ხნის მალევე მოხდა საპროცესო გარიგება მაზმიშვილსა და დოლიძის მიმართ და უმევლად გამოვიდნენ, გარეთ ეს იყო დამსახურება მაშინდელი სამხარეო პროკურორის შოთა რეხვიაშვილის, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ მათ მიერ მალე მომხდარიყო ციხიდან გამოსვლა, რომ დიდი ზიანი არ მიიღოთ და მე რამოდენიმე ერთი თვის შემდეგ ისევ პროკურატურასთან მქონდა მეტი ნდობა, მოხდა ჩემი გამოცხადება, წამეყვანეს სასამართლოში და იმ დღესვე გამიფორმეს საპროცესო რომ გამიკეთეს სასამართლოზე საჭიროება მოითხოვდა წარმოდგენილიყო გადახდის ქვითარი. და ჩემი შვილის ნათლია ბიზნეს პარტნიორი ნოდარი შუბიდიძე წავიდა ბანკში, გადაიხადა, წარადგინა ეს ქვითარი და გამათავისუფლეს. გავიდა რამოდენიმე თვე და დაიჭირეს ნოდარი შუბიდიძე
ედავებოდნენ ნარკოტიკებით, რა თქმა უნდა, და მოთხოვეს 9 მილიონი და ერთი ობიექტი ბიზნესის, რომელიც ალბათ ის მილიონს შეადგენდა. ესეთია, მალე ეს ფული არ მოიძებდა, დაივიწყეთ შესაძლებლობის და გვარად ფულის მოგროვება, რომ ვაჭრობა, ამას ყველაფერს ნოდარის დაკავებას სოდის უფროსი აწარმოებდა, ქვემო ქართლის სოდის უფროსი, ვიღაც შენგელია, სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს. და მოთხოვეს 9 მილიონი ფული და ჩვენ გვიკვირდა, რომ რატომ ეს ნოდარი შუბიძე და ეუბნებოდნენ ეს სოდის უფროსი ოპოზიციას კარგად ეხმარები, საპროცესო ფულებს კარგად იხდი და ჩვენთან კაპიკს არ იხდი და ეს იყო მიზეზი. რამოდენიმე თვე ალბათ იყო გასული, დაგვირეკეს ციხიდან, რომ ნოდარი შუბიძე გარდაიცვალა და ვაკითხეთ მიცვალებულს. ეს ჩემთვის იქლა ტრაგედია იყო, მე ვერ აღწერ სიტყვებს ამისას. და ვერც გავიგეთ რა მოვიდა რითი მოხდა, მაშინ ვინას გაიგებდა, ვინ რითი ხდებოდა. მე თავისთავად პოლიტიკური ვითარება არ დამიკარგია, გავაგრძელე, შემდეგ ვინაიდან მე პირობითი საჯელი მქონდა 3 წლიანი და მოსამართლემ ციკლაურმა მომისაჯა, რომ არ მქონდა არანაირი უფლება იმისა, რომ სადმე პარტიული ქმედებაში მიმეღო მონაწილეობა, მე მაინც ამას არ ვიშლიდი. 2009 წელს ჩემი სახლიდან რუსთავში არის შარტავა, ჟიული შარტავას მოედანი. იქვე დამაგდეს, ჩემი წაყვანაც უნდა თურმე როგორც მე შემდეგ მაყურებელი ვინც ამას ესწრებოდა. ბატონო გოჩა, ციკლაური ახსენეთ და სახელი ხوار მამუკა. გასაგებია. როგორც ვიცი, ეს მამუკა ციკლაური ამჟამად უნდა იყოს კახეთში, ისევ მოსამართლე სამწუხაროდ. გასაგებია. აბა გისმენთ. შემდეგ მოსახლეობა ვინც ამას ყველაფერს ესწრებოდა, იმათი სიტყვებს ვიმეორე ბოდიში ამ გამოთქმაზე მოკვდა უკვე შობეძალი და დააგდო. როდესაც სასწრაფო მოვიდა საავადმყოფოში გადამიყვანეს, მაშინ გახდათ საავადმყოფოს დირექტორი ბახტიძე. მე მგონი ეხლაც ბახტიძე უნდა იყოს, პაპუნა ბახტიძე, რომელმაც თქვა, რომ გოჩა საავადმყოფოში ნუ გაჩერდები, ხო, შენზე უარესი მდგომარეობაში მე ჩამაგდებელი, ვინაიდან ოპოზიციონერს ვეხმარები. რომელი საავადმყოფოა ეს ბატონო გოჩა? ეს ცენტრალური საავადმყოფოა რუსთავის, რა ბატონოთია. რუსთავზეა საუბარი, კი ბატონო. დიახ, რუსთავზეა საუბარი, სახში გამოგიგზავნი ექთანსაც, ყველაფერ წამლებსაც არ მოგაკლებ არებს, ოღონ აქ ნუ გაჩერდები, თორე მე უარესი დღე მომივა. რა თქმა უნდა, მე იქიდან წამოვედი, გამიარა ამ უბედურებმაც, ამ ტკივილებმაც, მე ისევ ჩავერთვე პარტიულ საქმიანობაში. შემდეგ უკვე მოდის 2006 წელი, სადაც 26 მაისი დადგა, მე დამევალა ხალხის მობილიზაცია და ჩაყვანა საპროტესტო აქციაზე რუსთავიდან და ეს ვეღარ შევძელი, ვინაიდან მოხდა ჩემი დაკავება. ბატონო გოჩა, უკაცრავად დავაზუსტოთ. 2006 წლის 26 მაისი თქვით და სავარაუდოდ 2011 წელი უნდა გეთქვათ, ხო? ხო, 2011 წლის 26 მაისი. დიახ, კი ბატონო. საპროტესტო აქციაზე გასაყვანე ხალხიდან მე 26 მაისი აღარ დამცალდა. უკვე დამაკავეს განყოფილებაში მთხოვეს მოტყუებით მისვლა, მივედი ჩემი ფეხით სავარაუდოდ ვიდეო კადრები არ არსებობს, იმიტომ რომ იმ დროს უკვე თითქოს დაზიანებული იყო. გადამიყვანეს სამმართველოდან სამმართველოში და მოწმეები, რომლებიც არ არსებობდა არანაირი ესეთი არაფერი არ ყოფილა, წამიდგნენ პირში და თქვენსო ვითომ ჩვენ წინააღმდეგობა გაუწიე, შეურაცხყოფა მივაყენდე პოლიციელებს
და ეს ბეგაშვილი იყო მაშინ ის მოწმე დავით ბეგაშვილი, სხვათა შორის ბეგაშვილის ძმა და მამა ორივე პოლიციელები იყვნენ და ჩემი მეგობრები იყვნენ და ასე უტიფრად პირდაპირ უნამუსოდ ხელი დამადო და მოწმეთ გამოვიდა. მაშინ გახდათ სასამართლოში მოსამართლედ ჩხიკვაძე ლაშა ჩხიკვაძემ შემდეგ აღიარა ახლოვლებთან შინაურებთან თქვა რომ მე რო ეს არ გამიკეთებია უარეს დღეში ჩამაგდებდნენ რაც კაკოიშვილს დამარხესო და თუ ეს მართალია გამოვიდეს და აღიაროს რომ ვინ აიძულა რომ ის ჩაედინა. შემდეგ მომისაჯეს პატიმრობა, წამეყვანეს და ჩამაგდეს თეთრწყაროში კაპეზეზე, სადაც ეხლა აღარ დავწუნვალნები იქ რა მდგომარეობაც იყო ძალიან გათავისუფლებიდან ისეთ დონეზე ვიყავი ქალბატონოთია და პატიცემულებო რომ საკუთარი ფეხით სახლში ასვლა ვერ შევძელი და მანქანიდან რომ გადმომიყვანეს სკამზე დამსვეს მეგობრებმა და სკამზე დამჯდარი ამიყვანეს სახლში ვინაიდან ისეთ მდგომარეობაში ვიყავი ნაცემი და ნაწამი და 2 კვირის მანძილზე მეუღლე მეხმარებოდა დამჯდარს აბაზანაში რომ დამებანა ისეთ დღეში ვიყავ. ბატონო გოჩა, აქ რომ შევჩერდეთ თქვენი ნებართვით. წამების ფაქტებს ადგილი ჰქონდა თეთრი წყაროს დროებითი მოთავსების საგანში? რა თქმა უნდა. ვერ ვიამბობთ უფრო მეტ დეტალს. როდესაც მე ვიყავი, ჩემს მე პავრუკაზე არანა გაყავდა, შიმშილობას გამოვაცხადე და სანამ მიპოვიდნენ მანამდე ბატონი სოზარის და ლევან ტერაშვილის თხოვნა იყო რომ შემეწყვიტა შიმშილობა ვინაიდან ეს ძალიან ზიანს მომიტანდა მე და აზრი არ ქონდა ხელისუფლებისთვის მე რა გამემართებოდა ეს აღნიშნეს კიდევაც ის შიმშილოს არ აღუშავთ თუ მოხდება ოქმის შეადგინეთო. ჩემი ძირითადად იქ ყინაზე მეძინა ვიწექი არანაირი საშუალება არ იყო მისი რომ რამე დამეფინა როდესაც შემოდიოდი მაგრამ ადგილობრივი პოლიცია ქალბატონოთია პროცესში მონაწილეობას არ იღებდა მხოლოდ შემოსული ვიღაც უცხოები რომლების პოლიციელები ისინი არ იყვნენ უფრო მე ვფიქრობ უშიშროებიდან იყვნენ შემოსულები რომლების ახორციელებდნენ ჩემ წამებას და წამებას დამბულ მდგომარეობაში ნარჩიკებით ეხლა ორკილებით დადებულს, იმიტომ რომ მე წინამორბედარე და ამიტომ ხდებოდა ჩემი დამბა რომ მათთვის ადვილი ყოფილიყო განეხორციელებიათ ის, რასაც დავალება ჰქონდათ. აქედან გამომდინარე ძალიან დასუსტებული ვიყავი. ბატონო გოჩა, საკანი როგორ გამოიყურებოდა? მარტო იყავით საკანში? რა თქმა უნდა, ხაბატონოთია, მე მარტო ვიყავი. როგორი საკანი იყო, რამხელა იყო? საკანი ნორმალური იყო ისეთი რომ მოძრაობა შეიძლებოდა ნარზე დაწოლად შეიძლებოდა მაგრამ ჩემს 2 გვერდით იქით იყო გარემონტებული საკნები სადაც კრიმინალები ყავდათ მაგრამ ჩემი არც გამოპრაგულკა არც საჭმლის შემოწოდება არც წყლის მოწოდება არც კვირეში ეს 2 დღეში 3 დღეში ესე მომაწვდნენ ნახევარ კურს და ძებს და ერთ ჭიქა წყალს ანდახან იმასაც ბოდიში ამ გამოთქმაზე 2-3 დღეში ერთხელ გაწვდიდნენ წყალს და ძეხს ხო ძეხს და პურს და ისედაც ანდახან 1-2 ჯერ იყო ისეთი შემთხვევა დააფუძეს და ისე მომაწოდეს დააფუძეს და ისე მოაგაწოდეს ხო და შემდეგ როდესაც პრაგულკაზე გამოიყო საკვებს ბატონო გოჩა აი ვინც ესწრებოდა და ახორციელებდა ამ ჩემს ცემას და წამებას აი იმ დროს ხდებოდა ყველივე საჭმლის შემოწოდება იმათ ხალდასწრებით ხდებოდა ეს ყველაფერი იმიტომ რომ რუსთაველი ბიჭები ვინც მუშაობდნენ პოლიციაში ვინაიდან ინფორმაცია არ გასულიყო თეთრი წყაროს პოლიციიდან სამსახურიდან გაუშვეს შვებულებაში გასაგებია და როდესაც შემდეგ მე ასე დასუსტებული ვიყავი პრაგულკის დროს ერთმა პატიმარმა თავის საჭმელი შემომიგდო პატარა ფორტოჩკაში
რომ მეჭამა იცოდ მათ ყველაფერი იცოდნენ მე რაც მემართავდა ეს თურმე გამარჯვებელი სვანის ბიჭი იყო სხვათა შორის და მას 4 თვე დაუმატეს პატიმრობა იმის გამო რომ ეს ჩაიდინა. რა შემოგაწოდათ თუ შემოგიგდოთ საჭირო? აი რაღაც პურის ნაჭერი იყო, პეჩენია იყო და ესეთი რაღაცა და ეს დაინახეს და ამისთვის დასაჯეს. ამისთვის დასაჯეს, დაუმატეს ერთ კვირაში უნდა გასულიყო და 4 თვის პატიმრობა კიდე დაუმატეს. ბატონო გოჩა, ამ თეთრი წყაროს დაწესებულებაში რამდენ ხანს დარჩით თქვენ? ერთი თვე ვიყავი ქაბადონში. ერთი თვე. ერთი და იმავე საკანში იყავით, არ შეუცვლიათ? ხმა დაიკარგა ბატონო გოჩა. მისდა. დიახ, ეხლა არის ხმა. ერთი თვე იყავით და ბორკილებით ვიყავით დაბმულიო თქვენ ბრძანეთ. რაზე იყავით? აი ამ თქვენს რკინის საწოლზე თუ აი რკინის საწოლზე იქ არის ორი ასე ორსართულიანი რკინის საწოლი, ეგრეთ წოდებული ნარები რო ეძახიან, რკინის ნარები დასეტკელი, მხოლოდ იმაზე ვიცექი, სხვა მე იქ არც ლეიპი, არც ნამი არაფერი არ მქონდა. საკანში თუ იყო სველი წერტილი. სველი წერტილი იყო, მაგრამ ეს უკვე ჩამოწერილი საკანი იყო, ქალბატონოთია უკვე ამ საკნებში პატიმრებს აღებულობდნენ. დიახ. იყო ცოტა მოშორებით, ესე იგი ორი კედლის შემდეგ უკვე გარემონტებული, გაკეთებული საკანი. მოქმედი საკნები და თქვენ გაუქმებულ საკანში შეგიყვანეს. მე გაუქმებულ საკანში. სველი როგორ გამოიყურებოდა ბატონო გოჩა? კედლით იყო გამოყოფილი თუ ღია იყო? არა, ღია იყო, მაგრამ ეხლა იქ ისეთი სიბინძურე იყო, მე ამის თქმას ეხლა მე არ ვაპირებ, ხერხული მდგომარეობა ჩემთვისაც და საზოგადოებისაც. გასაგები, მაგრამ ღია ძველებური საკნები რო იყო, საწამებლად. იქ რაც იყო, იმის თქმა შეუძლებელია ტელევიზიით რო გამოვცა. წამება ბატონო გოჩა, ბოდიში რომ გაწყვეტინებთ ხშირად, წამება ცემაში გამოიხატებოდა ალბათ, ხომ? თუ რაში გამოიხატებოდა? ხალბატონოთია, ცემაში, სიტყვის შეურაცხყოფაში, აი თუ ჩაგეძინებოდა ცივი წყლის გადასხმაში, ძირითადად ცემა ხდებოდა, რომ გაგატიტულებდნენ იმ შემთხვევაში მთლიანად და იმით რა ქვია, პლასმასით ბოთლში ჩასხმული წყლით. გცემდნენ. ხო, უფრო ამით ახერხებდნენ ცემას, რომ როგორღაც ბევრი დაზიანება არ მიმეყო, რომ ადვოკატი რომ შემოსულიყო, რომ დაზიანებები არ ენახათ. მაგრამ დაზიანებები მაინც ნახეს, როცა შემოვიდნენ და ნახეს სადღაც 3 კვირის მერე მანამდე მეძებდნენ, როგორც მე გავიგე შემდგომ პარტიიდან მეგობრები ბატონი სოზარის ამაში დამეთანხმება ალბათ, რომ ადვოკატი გამომიგზავნეს პარტიიდან და შემდეგ უკვე ეს წამება შეწყდა. ცხემის ფაქტები მე უკვე შეწყდა, როდესაც ტელევიზიამ გამომაცხადა. ოღონ ეს საჭმის შემოწოდებაზე პრობლემა იყო და ძალიან დასუსტებული ვიყავი და როდესაც სახლში მიმიყვანეს გავაგრძელებ იმ მომენტიდან ვერც ერთმა მეზობელმა ვერ გაბედა რომ მოსულიყო ჩემამდე და დახმარებოდნენ ბიჭებს რომ სახლში ავეყვანეთ, იმიტომ რომ იმ ხელა შიშის ქვეშ იყო მეზობლები რომ ცხოვრობდნენ იქ ვინც ნაციონალები იყვნენ რომ ინფორმაცია არ მიეწანათ შტაბში, ნაციონალების შტაბში რომ ანალოგიურ უბედურებაში ისინი არ მოხვედრილი იყვნენ. შემდეგ ჩაიარა ამ უბედურებამაც ჩემ ოჯახზე, შემდეგ დაიჭირეს ესევე ჩემი მეგობარი მეორე ზურა შენგელია, ისევ სოდნის უფროსმა ისიც შენგელია და 15 წლიანი პატიმრობის ამას მე განსაკუთრებულად ხაზს უსმავ ქალბატონოთია, იმიტომ რომ სოდის უფროსი, რასაც მას თავაზობდა, მხოლოდ ის ვერ შეძლებდა εμას თუ ეს მითითება არ იყო ძალიან ზემოდან. მე გულისხმობ ალბათ სააკაშვილის დონეზე, იმიტომ რომ ის თავაზობდა, რომ თუ ითანაშრომლებდა გამოძიებასთან და დაწირდა, რომ თითქოს მე ვაიძულებდი ჩემ მეგობარს ვაწვდიდი ნარკოტიკულ ნივთიერებას, ის შემდეგ ამას ასახებდა
ჩემ მეუღლეს ამოუგებდნენ ნარკოტიკებს და დაიჭერდნენ, მე შემდეგ იძულებული გავხდებოდი მე რომ მამას ვაღიარებდი, იმიტომ რომ ჩემი მეუღლე დამეხსნა ციხიდან და ყველაფერს შემდეგ რასაც მე მეტყოდნენ ის უსიტყვოდ შევასრულებდი, ვინაიდან ჩემი მეუღლე ციხიდან გამომეყვანა, მაგრამ მამას არ დათანხმდა შენგელია, ვინაიდან ხო პირდებოდნენ დავაგრძელებ იმას, რომ თუ ამას გააკეთებ შენ გარანტიას გაძლევთ, რომ მთელ თქვენ ოჯახს მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატების ვიზას და იცხოვრებთ ბედნიერად ამერიკაში. თუ ამას გააკეთებ. რა თქმა უნდა, ზურა შენგელია უარზე წავიდა, არ დათანხმდა, იმიტომ რომ ეს არ მოხდებოდა მისი მხრიდან, ჯობდა სექტეზე წასულიყო და ეს გაეკეთებინა. როდესაც ეს ინფორმაცია ზურას ადვოკატმა მომიტანა, უკვე მე მივხვდი, რომ ჩემი ოჯახის მდგომარეობა ძალიან ცუდი იყო. შემდეგ ეს ყველაფერი, ეს საბუთები, ეს პროცესები ბატორის სოზარის დახმარებით დიპლომატიურ კორპუსის შეხვედრის დროს გავაჟღერეთ და დიპლომატიურმა კორპუსმა დადო დასკვნა ერთ-ერთი მათგან, ერთადერთი არა, ერთ-ერთი მათგან ვიყავი, ვინც სასტიკად ნაწამები, ნაცემი და გაუბედურებული ვიყავი რეჟიმისგან. შემდეგ იძულებული გავხდი, რომ დამეგირავებია ბინა, გადავსახლდი ზესტაფონში ჩემს რაიონში ჩემს მშობლებთან. დავიწყე მოძიება გზების თუ წავსულიყავი საქართველოდან ნებისმიერ ქვეყანაში მომეთხოვა თავშესაფარი. ამ დროს ამ მომისწრო ბეწვზე 12 წელმა ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში ბრუნდები და ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა. ივანიშვილი შეასრულებდა თავის ნათქვამს, ნაციონალები დაიძირებოდნენ და აღარ დამჭირდებოდა საქართველოდან წასვლა. და შემდეგ უკვე კეიცით 2012 წლის შემდეგ გავერთვე ისე პოლიტიკურ საქმიანობაში, მაგრამ ჩემი მდგომარეობა, ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა გახდა უკვე, რომ კურნალობის შესახებ შეუძლებელი იყო ჩემი საქართველოში მკურნალობა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, მაშინდელი ხელფასები ვერ წვდებოდა იმას, რაც მე მჭირდებოდა სამუშაოდან კურნალობიდან გამომდინარე და გადავწყვეტეთ წამოსულიყავით ევროპაში 1 წლით, მაქსიმუმი 2 წლით, რომ მე მკურნალა, ჯანმრთელობა გამეუმჯობესებია, შემდეგ დავბრუნებულიყავი და დავთვალიყავი ნორმალურ ცხოვრებას. სამწუხაროდ 2 წელი გახდა, 7 წელი და კიდევ არ ვიცით ექიმები რამდენხანს შეძლებენ კიდე ჩემ გაჩერებას და მკურნალობის გაგრძელებას. ბატონო გოჩა, ეს ჯანმრთელობის პრობლემები, რამაც უკვე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ გაიძულათ, რომ უცხოეთში გეძებნათ სამედიცინო ხარისხიანი დახმარება. ეს პრობლემები იმ წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგია თუ სხვა პრობლემებიც ჰქონდათ და არა, ქალბატონოთია, წამების და ცემის შედეგი არის, სხვა რა უნდა ქონდეს. მხოლოდ წამებიდან შემდეგ უკვე წლებიც რომ მოვიმატა, იჩინა ყველაფერმა თავი ეძროულად და ესეთი დაზიანებები მაქვს, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის მოხდება ჩემი სრულყოფილი რეაბილიტაცია. ჯანმრთელობის დაბრუნება რეაბილიტაციისა. და რაც შეეხება ზილების საქმეს, ქალბატონოთია, მე ზილების საქმესთან არანაირი კავშირი არ მქონებია პოლიტიკურად, ვინაიდან ჩვენ თანაპარტიელები ვიყავით, ერთ გუნდში ვიყავით, ლევან ტერაშვილიდან გამომდინარე და მე არ მქონდა შეხება, მე როდესაც ლევანი დაიჭირეს, მე მაშინ რა თქმა უნდა საქართველოში ვიყავი და დარწმუნებული ვიყავი ისიც, რომ ლევანი ცოცხალი იქიდან ვერ გამოვიდოდა. და როგორ გადაარჩინა და როგორ შეძლო თავის დახსნა, ნუ ეს ბატონმა ლევანმა თავად თქვა. ისეთი სიტუაცია იყო მაშინ. წარმოუდგენელი ფაქტები თქვა ლევან ტერაშვილმა კომისიის წინაშე. ისეთი საშინელი სიტუაცია იყო მაშინდელი, აი მეგობრები რომ ვიკრიბებოდით ტელეფონებს, მოგეხსენება თქვენს ხალხია, იცით ეს ყველაფერი,
მანქანებში ტოვებდით ტელეფონებს და გვერდზე შორს გავდიოდით, საუბრობდით, რომ ვინმეს არ ჩაეწერა ან ტელეფონზე მოსმენა არ ყოფილიყო და შემდეგ არ ყოფილიყო აწიოკება და უბედურება ჩვენს. ბატონო გოჩა, ერთი კითხვა მაქვს, შემდეგ სხვა წევრები დასვამენ კითხვებს და თუ გამიჩნდა სხვა კითხვა, ამასაც მოგახსენებთ. თქვენ მოყევით არაერთი ფაქტი თქვენი დაკავების ან და პატიმრობის, მეტნაკლები ხანგრძლივობით და წამების ფაქტების შესახებაც ბრძანეთ. ამდენი წლის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რის გამო ხდებოდა თქვენ თავს ეს ყოველივე. რას აშავებდით, რა დააშავეთ და რა შეგდებოდათ ბრალი, ახლა მაინც თუ იცით. კი, ვიცი, ხალბატონოთია, როგორ არ ვიცი. ჩემი დანაშაული იყო ერთ რამეში მხოლოდ და მხოლოდ. მე ვიყავი უკოპროვისო დაუმორჩილებელი და შოუპოვარი იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რაც ხდებოდა მაშინ საქართველოში. მე მქონდა შესაძლებლობა ხალბატონოთია იმისა, რომ რუსთავში საპროცესო აქციებზე გამომეყვანა ისეთი იმდენი რაოდენობის ხალხი, რამდენის დავალებაც იყო. მქონდა ეს ოპერატესობა, ეს გავლენა რუსთავში ჩემი მეგობრებით, ახლობლებით, ჩემი სიმართლით, შეუპოვრობით და იმ რეჟიმიდან გამწარებული ხალხი, რომლებიც გვერდზე გვიდგას და საკმაოდ დიდი ძალა იყო ეს და ამის გამო რომ მე ამას ვახერხებდი, როგორღაც უნდათ რომ ჩემი ჩამოშორება მომხდარიყო პოლიტიკური არენიდან, მაგ დავამატებ კიდევ რომ როდესაც მე ბიზნესის გამო დაჯარიმებებს ახორციელებდი, ჩემზე თითქმის თვეში ყოველთვე ორჯერ, სამჯერ მაშინდელმა მერმა მამუკა ჩიქოვარმა მთხოვა რომ თუ ჩამოვცილდებოდი აღნიშნულ პროცესებს, ჩემს მიმართ შეწყდებოდა ნებისმიერი დევნაც, ცემაც, წამებაც და რეაბილიტაციაც გამიკეთებდნენ და შესაძლებელი იყო სამსახურითაც კი დავეკმაყოფილე მაშინდელ ხელისუფლებას. გასაგებია. კითხვები? ბატონი სოზარი. დიდი მადლობა ბატონო გოჩა. ოზილების რევოლუციის სხვა წევრები რაც დაიჭირეს, ორი კვირით ადრე მოხდა, დაახლოებით ორი კვირით შეიძლება ათქდეთ ზუსტად არ მახსოვს ბატონი გოჩას და პატიმრება და უბრალოდ ახლა თვითონ მაინც ისე არ მოყვა მე მართლა მაშინდელი რომ მახსოვს, ასეთი ნაწამები და ასეთი მძიმედ ნაცემი ადამიანი იმ პერიოდშიც კი ძალიან იშვიათი იყო, ერთ-ერთი უმძიმესი და მართლა საოცრებაა რომ დღეს ეს ადამიანი გველაპარაკება ისეთ პირობებში ყავდა და ისეთი სასტიკი წამების მსხვერპლი გახდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მონაწილეობდა ამ იმაში საპროტესტო აქციებში სხვა ის მიმართ არაფერი ბრალი არც არსებობდა და ვერც იარსებობდა, იმიტომ რომ ესეთი ბრალი მას არ მიუწოდა. უბრალოდ მადლობა კიდევ ერთხელ რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ და გისურვებ. მადლობა თქვენ. მალე გამოჯამრთელებას და მალე დაბრუნებას სამშობლოში. მე დავამატებ ბატონო სოზარ ერთ რამეს რომ მე უფრო შემოვიფარგლე იმით რომ აი საუბრის დონით შეიძლება იქ მყოფმა ახალგაზრდებმა თქვეს რომ რაღაც თვითონ მოგონილი ან რაღაცას ვიგონებ. ეს ყველაფერი ჩემი წამება, ცემა როგორი ვიყავ, ეს ყველაფერი გადაღებული ამის ვიდეო კადრები არსებობს. ნებისმიერ შეუძლია Google-ში იძებნება თავისთავად ნახონ თუ როგორ მდგომარეობაში ვარ. მარტო თავზე ორი ოპერაციის გაკეთება დავჭირდა. ეს ყველაფერი კამე თვითონ ტელევიზიამ გადაიღო. თქვენ გახსოვთ, ჩემთან იყავით ჩამობრძანებული მაშინ სახში ჩემსანახავად თქვენ და ბატონი სოზარი ცხუნებული და იქ იყვნენ ჟურნალისტები და თქვენი სიტყვები მახსოვს რაო, რაზე გამოგაგზავნა შინაგან საქმეთა მინისტრმა გაინტერესებს სიმართლე არის თუ არა და ნახე როგორ მდგომარეობაში არისო აკოიშვილიო და არც ერთმა ტელევიზიამ ხალბატონოთია ეს არ გააშუქა. მხოლოდ და მხოლოდ მარტო მაესტრომ გააშუქა, მეტმა არავინ. იმიტომ რომ იცოდნენ რომ რა მდგომარეობაშიც ვიყავი. ბატონი სოზარისა და ჩემი მეგობრების ტერაშვილი და ბევრი სხვების დამსახურებაა რომ ჩემი შვილები ჩემ საფლავზე არ გაიზარდნენ. და დღეს კიდევ როგორ ახლა ემოციაში შეიძლება გადავიდე და ცოტა რთულია ჩემთვის ამის ყველაფრის თქმა და გახსენება
ამიტომ ცოტა თავ შევიკავებ, რომ ემოციაში არ გადავიდეთ და ცუდი არაფერი წამომწდეს, ამიტომ მადლობა ყველა იმას. მე ამ დღეს ველოდებოდი, ხაბატონია, მართალია დიდი დრო გავიდა. მე ველოდებოდი ამ დროს, რომ ეს დღე დადგებოდა, რომ მე წავდგებოდი საქართველოს მოსახლეობის წინაშე და ამ ჩემ გულის ტკივილს ვიტყოდი და დავასახელებდი იმ ხალხს, ვინაც ჩვენი ოჯახის, ჩვენაირი ხალხის წამებაში სიცხში ხელია გაღლული და დღეს ზოგიერთი კიდე თავს იმაღლებს, ენას იმაღლებს და იძახის, რომ მე ხელისუფლებაში მოვიდეო და დღესდღეობით ის შემომქმედი, ის შენგელია, რომელიც ჩემი ოჯახის გაუბედურებაში ხელი ურევია, ვიღაცის დახმარებით და მეშვეობით და შეცდომაში შეყვანით, რაჭა ლეჩხუმის გარემოს დაცვის უფროსათარი დანიშნული და იქ მუშაობდა. ესენი არ უნდა მუშაობდნენ, ამათ უნდა ნახონ ის სიმწარე, ის ტკივილი, სააკაშვილს რა უნდა საავადმყოფოში. საავადმყოფოში უნდა იყოს, საავადმყოფოში არა, ის უნდა იყოს იმ ციხეში, რომელიც ეხლა არსებობს. მართალია ისეთი არ იქნება, როგორც მაშინ იყო, მაგრამ მან უნდა იგრძნოს, როგორია ციხეში ყოფნა და როგორია გამწარებული ოჯახები, აწილკებულები. დღემდე ჩემი შვილები ემოციებიდან კიდევ ვერ გამოსულან, რომ ისეთი მდგომარეობა და ემოცია დამართეს ჩემ ოჯახს და ბატონო გოჩა, თქვენ როდესაც გაწამებდნენ, ვინც თქვენთან საკანში შემოდიოდა, მათ იცოდნენ, რომ თქვენ ყოფილი პოლიციელი იყავით, რომ ემსახურებოდით სამშობლოს და მაინც გაწამებდნენ? იმიტომ რომ ჩვენ წინას ხდომების დროს ყველაფერი იცოდნენ, ისიც იცოდნენ, რომ მე იმხელა შესაძლებლობა მქონდა, რომ ერთი და ორი კაცი ვერ ცემდა. ემის ინფორმაციაც ქონდა და ამიტომ ახერხებდნენ, რომ ცდილობდნენ დამბული მდგომარეობაში ყოფილიყავი და 4 ან 5 მაინც ყოფილიყო, რომ კარგად რო ვეცემდეთ. 4-5 ადამიანი გცემდათ და გაწამებდათ და ბორკილებით იყავით საწოლზე მიბმული, ამას ამბობთ. დიახ. იმიტომ რომ რადესაც 1 ან 2 შემოვიდა, ყოველთვის ზიანი მიიღეს ჩემგან და შემდეგ გადაწყვეტეს, რომ ესეთი ხალხს მიემართა. თავზე დაზიანებები ახსენეთ, ბატონო გოჩა და 2 ოპერაცია დაგჭირდათ, იმიტომ რომ თავშიც გირტყამდნენ? კი, კაბატონოთია ის კადრები არის ვიდეოზე გადაღებული, თავი რომ აქ შეფოვდა გატეხილი, გემატომა წავიდა თავში, შემდეგ ის სისხლი არ გაიწოვა, თამა დაჩირქდა და შემდეგ დიდი გასაგებია. ამ კადრებს რა თქმა უნდა ჩვენი საზოგადოება სხდომის კვალდა დღის განმავლობაში და არა მხოლოდ იხილავს სხვადასხვა ტელევიზიების საშუალებით, იმიტომ რომ თქვენ მართალი ბრძანეთ, არის საზოგადოების გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებსაც შეიძლება ეგონოთ, რომ რასაც ჩვენ აქ ვიხილავთ, შეიძლება უბრალოდ ამბებია და არა დადასტურებული ინფორმაცია. ამიტომ რა თქმა უნდა ამ ფოტო მასალას, ვიდეო მასალას ჩვენ ვარქივებთ, ვიყენებთ და დასკვნასაც თქვენთან დაკავშირებით დაერთვება თქვენი მაშინდელი ფოტოებიც. არის იმ ახალგაზრდებში ხალხთია, რომ მათი მშობლებმა არის ისეთი ხალხი, რომლებიც მე მიცნობენ ახლა ვადევნებ თვალს ყველაფერს, მაგრამ შვილებმა არ იციან. მაგრამ მისმა მშობლებმა ხო იციან, მე ჩემ ოჯახს და ჩვენაირებს რა დაგმართეს. რატომ არის ეს მშობლები და ეს უფროსი თაობა, ვინც იქ ბავშვებს აკეზებს, რომ არ ეუბნებიან და არ აჩვენებენ თუ რა სიტუაცია და როგორი ცხოვრება იყო მაშინ. და თავისუფლება და დემოკრატია იყო? დემოკრატია ეხლა არის, სად იყო დემოკრატია? მე მკითხო, როგორი დემოკრატია იყო მაშინ, როგორი დემოკრატები იყვნენ ეს ლიდერები, რომლებიც დღეს გამოდიან და თავს იდებენ ადამიანის უფლებების დაცვაში. ნუ თუ სირცხვილი არ გააჩნია არც ეს, როგორ ამბობენ, რომ ჩვენ ხალხზე ვიზრუნებთო, ვინ უნდა იზრუნოს ხალხზე? სააკაშვილის ყაჩაღებმა უნდა იზრუნოს ხალხზე? ვინ? ვაშაძე იზრუნებს ხალხზე? გვარამია პროკურორი იყო, როდესაც მე წამებაში მკლავდნენ.
გეთანხმებით, ბატონი ალუდა. მოგესალმებით, ბატონო გუჩა. აბსოლუტურად გასაგები არის თქვენი ემოციები და სხვაგვარად წარმოუდგენელი არის აქედან გამომდინარე საბუდიშო არაფერი არ გაქვთ ემოციებთან დაკავშირებით. პირიქით ეს აბსოლუტურად ბუნებრივი არის და არ ვიცი ამ ყველაფერს ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქე ვისაც ოდნა მაინც საერთოდ ადამიანობა აქვს წარმოუდგენელი არის რომ სხვაგვარად შეხედოს. თქვენ ახსენეთ ახლა სხვადასხვა პირები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ საზოგადოებამ ყოველ შემთხვევაში ცალსახად უკვე შეგვიძლია ჩვენც ვთქვათ, რომ იცის ის რომ როგორც ჩანს სააკაშვილი აქტიურად უყურებს ჩვენი კომისიის სხდომებს, თვალყურს ადევნებს და ხედავს ამ ყველაფერს. და შიგადაშიგ გამოხშირვით აკეთებს რაღაცა განცხადებებს თუ კომენტარებს. მოვისმინეთ არაერთ საკითხთან მიმართებაში მისი აქ განხილულ საკითხთან დაკავშირებით მისი მორიგჯერზე მე ვიტყოდი აღიარება და ამორალური კომენტარები და დარწმუნებული ვარ რომ კლავაც ეს ასევე წარმატებით გააგრძელებს და საზოგადოებამ და თქვენაირმა ადამიანებმა ვერც ერთხელ ყოველ შემთხვევაში მე ამის შესახებ არ მსმენია და დარწმუნებული ვარ რომ არ არის თორე ნამდვილად თქვენს ოდინებოდა რომ ერთხელ მაინც ეთქვათ ვინმეს რომ აი სააკაშვილის ეთქვა რომ იცი რა არის ნუ რაღაც შეგვეშალა ბოდიში ან რაღაცა მსგავსი ან სინანული გამოიხატა. აი ის არის მაღალტექნოლოგიური ასე ვთქვათ სამედიცინო დაწესებულებაში და რა შეგიძლიათ აი რას ეტყოდით სააკაშვილს დარწმუნებული ბრძანდებოდით ანუ იმ აღქმით გეკითხებით ამას რომ ის ამ ყველაფერს უყურებს და შიგადაშიგ გამოდის ხოლმე და გაუგონა რაღაცებს აკეთებს იმიტომ რომ მინდა გითხრათ რომ და საზოგადოებას მინდა უთხრათ რომ თქვენ ძალიან კარგად იცით თქვენ რა უნდა გითხრათ რომ ამ ხალხის არც ზნე იცვლება ესენი ასეთები არიან დიახ ბოროტები არიან და ნუ სამწუხარო არის რომ მათში ეს ბოროტება ვერ გავიდა მიუხედავად ამდენი წლისა მაინც ისეთივე ბოროტები დარჩნენ ისეთივე პატარა კაცები დარჩნენ ისეთივე არაკაცები დარჩნენ როგორ შეიძლება ეხა სხვაგვარი კომენტარი გააკეთო როდესაც გესმის რომ ისტორიის სირცხვილი როდესაც ეს სააკაშვილი იყო ქვეყნის პრეზიდენტი გამოდიოდეს და აკეთებდეს განცხადებას რომ ვიღაც თურმე მოსაკლავი ყოფილა დიახ ვიღაცას თურმე ასე უნდა გასწორებოდნენ ეს ხო გაუგონარი წარმოუდგენელი არის აი ასე ტერორისტები არ იქცევია ესე არა ადამიანები იქცევიან მხოლოდ ხო და ისტორიას თითებზე ჩამოსათვლელი მაგალითები აქვს ასეთი სისასტიკის და რო დასლოდათ ამათ და რომ არა ბატონო ბიძინა ივანიშვილის თქვენაირი თავდადებული ადამიანების ქართველი ხალხის ღირსება ესენი ესე სათითაოდ აღარ დაგვიწყებდნენ დევნას და არ დაგვიწყებდნენ დევნას და ამაზე დროს არ დაკარგავდნენ და დარწმუნებული ვარ რომ გააკეთებდნენ ესე დიდ გაზის კამერებს როგორც ფაშისტური გერმანიაში და ერთიანად მოგვიღებდნენ ბოლოს ეს იქნებოდა ამას სხვანაირი გამორიცხულია ეხლა აბა როგორ შეიძლება ეხლა ხო ხა როგორ შეიძლება ჩვენი დიდი წინაპრების და იმ გამონათქვამის არ იყოს და სიბრძნის რომ კოკასა შიგა რაცა დგას იგივე გადმოსდინდების ხო უყურებთ ალბათ ხო ეხლა თვალყურს ადევნებთ ხო გვარამია სხვები ახსენეთ სასამართლოს შენობაში არ ვიცი უყურეთ თუ არა რამოდენიმე დღის უკან როდესაც ბატონმა გვარამიამ პირდაპირ ასე ვთქვათ დადიან და ჯერ ნუ როგორი კაცები არიან და როგორი ჭყალებში ვითომ ვაშკაცები არიან ეს კარგად ვიცით და საზოგადოებამ კარგად იცით და იგინებიან რა ბედი ეწეოდა აი დაუშვათ ამის ჩამდენს რომ ვინმეს აი ეს გაეკეთებინა ხო ის ხო ცოცხალი არ იქნებოდა
და თქვენ მართალი ბრძანდებთ, სად დემოკრატია, სად ამათი სამართალი, სად ამათი სიმართლე. აი მაინტერესებს დღეს აი პირადად სააკაშვილს, რომელიც თვალყურს ადევნებს ჩვენს კომისიის ხდომებს და კარგშვება რომ ამას აკეთებს და გადმორთოს ხოლმე და ხშირად უყუროს ეს და გაიხსენოს რას ჩადიოდნენ. დარწმუნებული ვარ შორს ვარ იმ აზრისგან რომ ესენი რაიმეს ასე ვთქვათ სინანულამდე მივლენ, მაგრამ აი თქვენი საკვებთან დაკავშირებით როდესაც თქვით რომ ორ დღეში ერთხელ და იმასაც რამოდენიმე ფაქტი ახსენეს, როდესაც ასე ვთქვათ უკაცრავად დააფურთხეს, ხო? და აი როდესაც სააკაშვილს უყურებდით. აი დედამისი როდესაც იყო მისული და თელი დაახლოებით წელნახევარი 2 წლის განმავლობაში სრულიად ერი შეელოდა იმაზე, დილა იწყებოდა იმით, მათი ეს პარტიული ტელევიზიები და მეხუთბეები გამოვიდნენ და იძახდნენ რომ მაგალითად კიტრი მიირთვა, შემწვარი კარტოფილი იყო თუ მაგალითად შოკოლადი თუ ზედკიდე 3 კილო ისა რა ქვია, თაფლი დააყოლა და ერთ-ერთმა მათმა წარმომადგენელმა ისიც კი თქვა რომ დიდი ამბავიო კაცო ეხა თუ კილოობით თაფლსო მიირთმევსო ამას როგორ აყვედრითო ხო გესმით არა ჩვენ არავის თაფლს არ ვაყვედრით და ყველას ჯანმრთელობა მინდა უსრო მაგრამ აი როდესაც თქვენაირ ფაქტებთან არის საუბარი ამ ხალხის ერთი სინანული არ გვახსოვს აი რას ეტყოდით მე შეიძლება რიტორიკულად ჟღერდეს ჩემი ეს კითხვა რა უნდა უთხრათ ეხა თქვენაირმა ადამიანმა მაგრამ როგორც ჩანს ეს მნიშვნელოვანი არის. აი იმ აღქმით რომ ის თქვენ აი ახლა გიყურებთ, აი რას ეტყვით პირადად სააკაშვილს და მათ აი ამ დამქაშებს. მადლობა დიდი. მადლობა ბატონო ალუდამ კითხვის დასმისთვის. ნათქვამია ჩვენი უფროსი თაობიდან ყუზიანს რა ასწორებს, ყუზიანს მარტო სამარი ასწორებს, მეტი ვერაფერი და ამ შემთხვევაში უტად მისადაგებელია სააკაშვილზე სიტყვა, მაგრამ მე უფრო სააკაშვილს არა, მე უფრო მინდა მივმართო იმ საზოგადოებას, რომელსაც სააკაშვილი მიაჩნიათ ღმერთმა და ამომავალ ზედამთვარედ. მე მგონი ეს ყველას მოსმენილი აქვს და ნანახი იყო და დევს, როდესაც სააკაშვილი და მისი გარეწარი მაპატიეთ ამ სიტყვაზე ბიძა საუბრობს და ქართველ ხალხზე როგორი სიტყვებით იგინებიან და სააკაშვილი უდასტურებს ამ დილებას და ამის შემდგომ ქართველი ხალხი ზოგიერთი რა თქმა უნდა მცირე ნაწილი მაინც მას ზედამთვალეს აღსხავს მე არ ვიცი ეს რამ შეცვალა რას დაკარგეს ეს ძნეობა ზრდილობა სინდისი ქართველობა საწაიღეს რომ დედას აგინებს გარეწარი ალასანია და მიშა ამას ყველაფერს ეთანხმება და თავს უკრავს ну არ ვიცი ამის კომენტარის გაკეთება როგორ შეიძლება ბატონო ვალუდა ბატონო ბატონოთია დიახ ბატონო გოჩა ნახეთ თქვენ და ისტორია მიცის კალიგულა იყო ეგეთი და მისი ცნობილი გამონათქვამიც იცის საზოგადოება ანუ როგორ შევიდა ის ისტორიაში ესეც კარგად ვიცით და ასევე საზოგადოება მიცის ხო ესეა მაგრამ ну ალბათ ესენიც ფიქრობდნენ რომ ზოგადად ქართველობას მე ასე ვიტყოდი ღირსებას რაიმე ადამიანობა სიმართლეს მართლაც ერთი თავი რო ქონოდა აღარ იწვალებდნენ და ნაჯახის ერთი მოქნევით მოკვეთავდნენ თავს იმიტომ რომ ცალცალკე ეს გააკეთეს მედიასთან მიმართებაში ნახეთ ეს როგორ იყო საზოგადოებას მინდა უთხრა და შევახსენო და ასევე როგორ შეიძლება არ დაგეთანხმოთ გამოუგნებელი არის ხომ ის ხალხი ვინც დაუშვათ პირდაპირ ამ ყველაფრის შემსწრე თუ მომსწრე თუ თავის თავზე ზოგმა გამოიარა და ნახა ეს ყველაფერი დღეს მათ ჭყალებში ფერის თვალებასაც კარგად ხედავთ მედიასთან მიმართებაში ნახეთ მათი მოქმედება დემოკრატიასთან მიმართებაში ნახეთ ბიზნესთან მიმართებაში აი აქ ისმენს საზოგადოება არჩევნებთან მიმართებაში თუ როგორ ჩაიდეს ჯიბეში და როგორ იდებდნენ ჯიბეში არჩევნების შედეგებს ის ნობილი გამონათქვამი რომ დაუშვათ სადღაცას როგორ ჩრდილოეთ კორეა და სხვები ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად მონაგონი მასთან მიმართებაში
და ბოლოს ნახეთ თქვენ რომ პირდაპირ გეტყვით თითოეული ჩვენთაგანი და საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა შეგვძრა წარმოუდგენელი არის, როდესაც მაგალითად შვილს მოუკლავ მამას და აი ამ ჭირისუფალ მამას ჩვენ აქ როდესაც უსმენთ, გამოუგნებელია. აქ ერთადერთი სიტყვა უნდა კონდეს, რომ ჩვენც კი უნდა უთხრათ ამ ადამიანებს, რომ იცით რა არის, გვაპატიეთ და შეგვინდეთ. მეტი რა უნდა კონდეს სათქმელი. და ამის პარალელურად ალბათ ხედავდით, რომ გამოდიან და ესო დადგმულია ეს ყველაფერიო. ანუ მისი შვილი რომ საფლავში 23 წლის გოგობიჭები 19 წლის გოგობიჭები საფლავში ჩააწვინეს ეს ყველაფერი დადგმული ყოფილა ჭირისუფალ ადამიანს რომ დღე გლოვის უფლებას ხმამაღლა ტირილის თუ არ ვიცი ჭირისუფლობის უფლებასაც რო წაართმევ ეს დადგმული ყოფილა და ეს ხალხი ვინც ამ ყველაფერს ჩადიოდა მოდელირებულ რეალობაში რომ ქართველ ხალხს ამყოფებდა და სხვაგვარი ქართველის გამოყვანა უნდათ, რომელსაც არც ღირსება ექნებოდა, არც ისტორია ეცოდინებოდა, არც მშობლის პატივისცემა, არც უფროს უმცროსი ეცოდინებოდა. და ბოლოს ადამიანები არ ექნებოდნენ, ხო? და როგორც რასაც აკეთებდნენ, რა ამორალურობაში თვითონ ცხოვრობდნენ და რა მაგალითსაც აძლევდნენ, ეს უნდათ. და აი აქ წააგეს ქართველებთან. რა თქმა უნდა, ეხლა თქვენ გისმენდით და ეს არის ამოკვეთილი ალბათ ჩვენ დასკვნაში ეხლა სხვა ძირითადი ნაწილი რა უნდა იყოს იმისა, რომ უყურებთ ამას რისთვის აკეთებდნენ. აკეთებდნენ საჩვენებლად. დარწმუნებული ვარ, რომ გებელსი, რომელიც აი ამ ყველაფერს მაგათ უყურებს იქიდან, სადაც არის, არ ვიცი სად არის, მაგრამ აი იქიდან დარწმუნებული ვარ, რომ ტაშს უკრავს და ესენიც 100 წლის მერე თუ თავის დროზე როცა მივლენ გებელსამდე, ხელ ჩამოართმევს ეთქვის, რომ დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ეთქვის, რომ დიახ, ეს თქვენ როგორ უკეთესად თანამედროვე რეალობაში უკეთესად გააკეთეთ, ვიდრე ჩვენ ვაკეთებდით ამას, ვიდრე მე მოვიფიქრებდი ალბათ. რა შეიძლება ამას ეხლა ეწოდოს, ხო? რომ იმის გამოთ, რომ თქვენ საპროტესტო აქციებზე გამოდიოდით, იმიტომ რომ გარკვეული ავტორიტეტი ქონდათ, ავტორიტეტი როგორ მოდის, სიმართლით მოდის, კაცობით, ღირსებით მოდის ავტორიტეტი. და არაფერი სხვითი. როგორ შეიძლება ეხლა ავტორიტეტი ქონდეს მაგათ ეხლა რა სტატუსი უნდა მისცე მაგალითად, რომელიც მანამდე საზოგადოებას ყოფილი მთავარსარდალი. მანამდე როგორ ადღეში იყო, ეს ხო კარგად ვნახეთ, მაგრამ მას რო თავი დავანებოთ. ამ ხნის განმავლობაში ვივამეთშიც კი ვერ მოიქცა ისე რომ ოდნავ ღირსება შეენარჩუნებინა და საზოგადოება შეეხედა ხან დედამის ტიროდა და მიშველეთო იძახდა ხან ყვდები ხან დემენცია მაქვს 1000 უბედურებას ებინძურე აქაც კი ვერ შეხვდა აი ამას ღირსეულად რომ შეენარჩუნებინა სახე ოდნავ მაინც რა შეიძლება ეხლა ამას უყურებდეს ეხლა საზოგადოება და სხვაგვარი რა უნდა დაარქვათ არ ვიცი წარმოუდგენელი არის ეს მინდა საზოგადოებამ გაიგოს აი ეს ანუ ნახეთ საუბარი რაზე არის მეგობრებო ღირსებასა და უღირსებას შორის იყო ასე ვთქვათ versus აი ამ არაადამიანობასა და ადამიანობას შორის იყო versus დიახ ესე იყო და წააგეს როგორ შეიძლება ეხლა არ წააგო აბა რა შეიძლება და ვერ იგებდნენ ამას ვერ იაზრებდნენ თქვენაირ პრინციპულ ადამიანებს ღირსების მქონე ადამიანებს რატომ გაყვნენ მაგალითად და რატომ დაუდგა ქართველი ხალხი ბატონ ივანიშვილის ვერ იგებდნენ ადამიანმა რომელმაც საკუთარი ოჯახი საკუთარი სიცოცხლე რისკის ფასად დააყენა იმისთვის რომ სამშობლო გადარჩენილიყო და ჩვენ დღევანდლამდე მოსულიყავით და მომავალი ამ ქვეყანას ქონოდა ვერ იაზრებდნენ ეს როგორ შეიძლება მოხდარიყო იმიტომ რომ ეს ხალხი აი ამ ყველაფრისგან დაცლილები იყვნენ ისიც კი არ შეუძლიათ ხო ხედავთ რომ დღესაც ადევნებ თვალყურს რომ ოდნავ მაინც ღირსება ქონდეს ამიტომ საქართველოს აი ამ უახლეს ისტორიაში დარწმუნებული ვარ ბევრი წლის შემდეგ ჩვენი მომავალი თაობა ამ ყველაფერს გაიხსენებს როგორც უღირსებასა და ღირსებას შორის ასე ვთქვათ versus და აი აქ წააგეს და დიახ გაიმარჯვა ქართველობამ და ეს ასე იქნება მუდმივად ასე იქნება
და ჩვენი კომისიის ერთ-ერთი მიზანი ბატონო გოჩა არის ის რომ საქართველოში არასოდეს აღარ დაბრუნდეს ის ბოროტება. არასოდეს საქართველოში არ იდევნებოდნენ ადამიანები და აი ეს რას თქვენ გადახდათ თავს. და ხედავთ ამ ყველაფერს რომ არამთუ სიტყვის თავისუფლება, არამედ შეურაცხყოფა აღვირახსნილება, ნახეთ რა ხდება. გაუგონარი რამე. ვინ გაპატიებდა მოლოტოვის კოქტეილის გაბედავდი რომ პოლიციელს ამ ყველაფერს ცოცხლად დაწვას დაუპირებდი? ოჯახიანად კი არა საგვარეულოს გაგიწყვიტავდნენ დარწმუნებული ვარ. არავინ აღარ დარჩებოდა ცოცხალი. ძალიან დიდი მადლობა და მეც მინდა საზოგადოებას უთხრა, არ ვიცი მე რამდენად, მაგრამ ძალიან რთული არის ემოციების გარეშე ამ ყველაფრის მოსმენა და ეს ხო მარტო მოსმენა არ არის, აგერ არის ცოცხალი მაგალითი ადამიანი, რომელიც დღესაც თავისთვის ყველაზე ძვირფასი, ანუ ჯანმრთელობა და სიცოცხლე აქვს ადამიანს და ამ ყველაფერს ცდილობს და ძალიან დიდი მადლობა და თქვენ წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებთ. მადლობა. ბატონოთია, თუ მაქვს 2 წუთი რაღაც რა თქმა უნდა, გექნებათ ბატონ ალუდას დიდი მადლობა. ის კითხულობდა რომ ღირსება მაინც რატო არ შეინარჩუნა თუნდაც ვივა მეჩ სააკაშვილო. ნუ ამაზე კითხვა რიტორიკული მხოლოდ არ არის, მე მგონი კითხვაზე პასუხი არსებობს, რომ ის ებრძოდა ყველაფერს, რაც არის ქართველი კაცი, რაც არის, იმიტომ რომ თვითონ არ არის ქართველი კაცი. მე ვერ გავიგეს ვინ არის, კი ვიცით, მაგრამ ნუ ასე ვიტყვი და ებრძოდა იმას, რაც არის ქართველი კაცების ღირსება, ქართული ღირსება. ის ღირებულებები, რაც ჩვენს ქვეყანაში ქალს და კაცს უნდა კონდეს. და ის ცდილობდა ამ ყველაფრის წაშლას, მათ შორის ისეთი ადამიანების წაშლით და განადგურებით, როგორიც თქვენ ბრძანდებით და მადლობა რომ იბრძოლეთ ბატონო გოჩა, ამისთვის მე მადლობას კიდევ ბოლოში როგორც საჭიროა ისე გადაგიხდით. ვინმეს თუ სურს რაიმეს თქმა და შემდეგ ბატონ გოჩას უნდა რომ რაღაც თქვას და ტექნიკური შესვენება უნდა გამოვაცხადოთ. ბატონი სოზარი, ბატონი ილია. სულ ერთი წინადადება უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, იმიტომ რომ შეგვახსენა ბატონმა გოჩამ ის შემზარავი დუმილი, რაც მაშინ ქართულ მედიაში იყო. როდესაც ასეთ ნაწამებ ადამიანთან მიდიან ჟურნალისტები, მიდის ყველა ტელევიზია და ბოლოს არც ერთი პატარა ტელევიზიის გამოკლებით არც ერთი არ აშუქებს, აი ეს იყო კიდე მართლა შემზარავი და შემზარავის სახე რეჟიმის, სადაც არ არსებობდა ადამიანის არც ერთი უფლება და არც ერთი თავისუფლება და მათ შორის სიტყვის თავისუფლება არათუ არ არსებობდა, არამედ იყო ჩამდგარი რეჟიმის სამსახურში. ერთ-ერთი მადლობა თქვენ ასეთი ბრძოლისთვის ბატონო სუზა, თქვენი დამსახურება იყო ის ყველაფერი, რაც მაშინ ვერ შევძელით თავი დავიხსნა. ბატონმა ალუდამ ძალიან კარგად გაუსვა ხაზი ყველა იმ ასპექტს, რაშიც წერია ჩვენი ქვეყნის ის ტრადიცია, ის პატივისცემა და პასუხისმგებლობა იმ საქციელებზე, რაზეც შეიძლება ადამიანმა აიღოს პასუხისმგებლობა. ბატონმა გოჩამაც აღნიშნა, რომ ელოდა ამ მომენტს და დადგა ეს მომენტი, თუმცა ამ გავლილი წლების განმავლობაში არც ერთხელ არ გამოიყენეს ეს მომენტი, რომ ბოდიში მოეხადათ ადამიანებს, მოეკითხათ, აღიარებინათ ის საშინელებები, დანაშაულები, რაც ჩადენილი აქვთ და პატიება ეთხოვათ. ჩვენ ქვეყანაში აგერ ყაზბეგში იმის თანაუბედურება მოხდა და ჩვენ მომსწრე გავხდით, როგორ აიღეს პასუხისმგებლობა ერთ კუთხეში მაცხოვრებელმა ადამიანებმა, რომლის გვარის წარმომადგენლებსაც საშინელება დაემართათ და როგორ ითხოვეს დაზარალებულის ოჯახისგან პატიება და ეს როგორ იქნა მიღებული იმ ოჯახისგანაც. ეს არის დიდი მაგალითი, რას ნიშნავს ბოდიშის მოხდა, რას ნიშნავს პასუხისმგებლობის აღება და გააზრება დანაშაულის. მადლობა მინდა ბატონ გოჩას მოუხადო, ამ სიშორეზე ადამიანი მკურნალობს ამდენი წელია და ჯანმრთელობა მინდა უსურვო და დაბრუნება თავის ქვეყანაში მალე. მადლობა. დიდი მადლობა. ბატონო გოჩა, თქვენ ბრძანეთ, შემაჯამებელი გნებავდათ სიტყვა გეთქვათ და დაგემშვიდობებით.
ხაბაზნოთია ბატონებო, ჩემი ოჯახი და პირადად მე ჩვენ ტრადიციების მომხრე ოჯახი ვარ და ჩემთვის გმირი ადამიანი არის გმირი. ყოველთვის ვიზახე და ვამბობ, რომ ჩემთვის გმირი არის ჟიული შარტავა. ყველამ კარგად იცის ჟიული შარტავას გმირობის შესახებ. და მე უბრალოდ გული იმაზე დამწყდაო, ჟიული შარტავას და ბევრი გმირების გვერდზე დააყენეს ისეთი ადამიანი ბავშვი ლაზარე გრიგორიადისზე მაქვს საუბარი, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა და გმირად გამოაცხადეს. და მე ამ ქვეყანაში, სადაც ახლა ვიმყოფები, პროტესტის ბევრი ყოფილა და გამოსვლებიც და ღმერთმა დაიფაროს ის, ვინც პოლიციელის მიმართ რამე სროლას და შეურაცხყოფის მიყენებას კი არა, ვინ გაბედავს, რომ ზედმეტი რამე თქვას, ცხოვრების ინტერესს დააკარგიებენ და აქ დემოკრატია არ არის და საქართველოში უბრალოდ უბედურება არის და დემოკრატია მხოლოდ სააკაშვილის დროს იყო. მადლობ თქვენ ყველას, მადლობ ყველაფრისათვის. თქვენ ბატონო გოჩა, თქვენ ურთულეს დროს, როცა შიში იყო გაბატონებული საქართველოში, გმირობის ტოლფასი საქციელი იყო რეჟიმთან ბრძოლა. ეს ნამდვილად ასე იყო, უფრო მეტიც, როდესაც ადამიანი გადაწყვეტდა, რომ ყველაფრის ფასად რისკზე წასულიყო და შებრძოლებოდა რეჟიმს, მას ბევრი გულშემატკივარი აღმოაჩნდებოდა, იმიტომ რომ სააკაშვილის ბოროტებამ თითქმის ყველა ოჯახში შეაღწია, მაგრამ ეს გულშემატკივრები თავს იკავებდნენ მხარდაჭერისგან, ქუჩაში გამოსვლისგან და მე პირადად მახსოვს, როდესაც კანდიდატი ვიყავი და რა თქმა უნდა კანდიდატობა და საარჩევნო პროცესი ქუჩაში ყოფნას კარდაკარ სიარულს გულისხმობს, როგორ გადაიწეოდა ხოლმე მალულად და ძალიან მოკრძალებით ფარდა და ფანჯრიდან მანიშნებდნენ ხოლმე, რომ შენთან ვართ, მაგრამ ვერ გამოვდივართ და ფარდა გადაიწეოდა ხოლმე მაშინ თვითონ არაფერი არ მომხდარა. ამას მე ახალგაზრდებისთვის ყვები, ისევე როგორც ჩვენი კომისია პირველ რიგში ამ თაობისთვის არის შექმნილი, რომ მათ დავანახოთ ის პროცესი, რომელიც გულისხმობს ფაქტების გამოტანას საჯაროდ და შემდეგ ამ ფაქტებზე დაფუძნებით იმ ნიკა გვარამიასთვის, სააკაშვილისთვის და სხვებისთვის პოლიტიკაში ყოფნის აკრძალვის გადაწყვეტილებისთვის მუშაობა. ეს უნდა დაეფუძნოს ფაქტებს. თქვენი საქმეც არის ფაქტების ერთობლიობა. ეს ფაქტები ჩვენამდე რომ მოიტანეთ, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ რა თქმა უნდა ჩართული გვაქვს მთელი რესურსი, ადმინისტრაციული სამდივნოს რესურსი იმისთვის, რომ თქვენ საქმესთან დაკავშირებით ყველა საარქივო მასალა შეიკრიბოს, თუმცა თქვენ ხელთ თუ არის რაიმე მასალა ასევე, ვიდეო, ფოტო, მაშინდელი დოკუმენტები, გთხოვთ რომ მოკლევადაში ეს მოგვაწოდოთ. ეს ძალიან გამოგვადგება, ვინაიდან თქვენ კი იცით, რომ იმ დროს ყველანაირი ბრძოლის კვალი უნდა დაკარგულიყო და ბევრი რამ არის განადგურებული. ამიტომ თქვენც გთხოვთ რომ მიიღოთ ამ მასალის შეკრებაში მონაწილეობა. მადლობა ამ ბრძოლისთვის თქვენს მეუღლეს, ამიტომ რომ მეუღლეებზე ძალიან დიდი ჯოხი გადატყდა უსამართლობის, რომ არა ისინი იქნებოდნენ ქალები, როგორც თქვენ შემთხვევაში იყო თუ მამაკაცები, იმიტომ რომ ქალებიც დააპატიმრეს ბევრი და აწამეს და რომ არა ოჯახები, რა თქმა უნდა, ისინი დღეს ცოცხლები არ იქნებოდნენ, ვინც მერე ციხიდან გამოვიდა. ამიტომ მთელს თქვენ ოჯახს დიდი მადლობა, მადლობა ბრძოლისთვის, თანამებრძოლეობისთვის ჩვენთან ერთად, გამოჯანმრთელებას და წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ნახვამდის ბატონო გოჩა.